ისლამ მახაჩევის ულტიმატუმი ილია თოფურიას. მერაბმა და პიოტრ იანმა 10 ჯერაც რომ მიჩხუბონ, 10 ჯერვე იანი მოიგებს. არმან ცარუკიანი ქამრისთვის ვოლკანოვსკისთან ბრძოლას გეგმავს. პედი პიმბლეტის პირობა, რომ ჯასტინ გეიჯის დგომში ეჩხუბება. უყურე ამ ვიდეოს და გაუზიარე შენს მეგობრებს შენი ცოდნა. ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან ბრძოლის მთავარი პირობა დაასახელა. ისლამი მზადაა ილია თოფურიასთან ბრძოლისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დაპირისპირება ქვესაშუალო წონაში, ანუ 77 კილოგრამში შედგება, სადაც რუსი მებრძოლი UFC-ის ჩემპიონის ქამარს ფლობს. ისლამი იძახის: თოფურიასთან ბრძოლისთვის ღია ვარ. უპრობლემოდ შემიძლია მასთან ქვესაშუალო წონაში ჩხუბი. რატომ უნდა ჩავიდე მსუბუქ წონაში? მსუბუქში ქამარი უკვე მქონდა. იქ არავის დაუმარცხები ვარ. უბრალოდ დავტოვე ქამარი და ზემოთ ავიწიე. მსუბუქი წონის ქამრისთვის თოფურიასთან ბრძოლა არ მაინტერესებს. თუ მას ამოსვლა უნდა, მობრძანდეს. ეს ბრძოლა მას უფრო სჭირდება. მე მსუბუქი წონის ჩემპიონი ვიყავი და იქ ნამდვილად აღარ ჩავალ. მას შეუძლია ამოვიდეს, ამით არაფერს კარგავს. წააგებს? დაბრუნდება თავის მსუბუქ წონაში და მორჩა. იქ დაიცავს ქამარს. მას ახლა სხვა ბრძოლა აქვს, თავისი პრობლემები. არ ვიცი როდის უნდა ველოდოთ. ახლა სხვები იბრძოლებენ დროებითი ტიტულისთვის და როცა ის დაბრუნდება, უკვე დროებით ჩემპიონს შეხვდება. მას მსუბუქ წონაში ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. იქ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ასე რომ ფიქრობ, რომ ჯერჯერობით ეს თემა აქტუალური არ არის, განაცხადა ისლამ მახაჩევმა. მან ასევე დაადასტურა, რომ მზად არის ოქტაგონს თეთრ სახში დაგეგმილ UFC-ის ტურნირზე დაუბრუნდეს. ეს იქნება ან ყველაზე დიდი, ან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურნირი ორგანიზაციის ისტორიაში და იქ ჩხუბი ნამდვილად მინდა. ჩემს გუნდს ეს იდეა მაინც და მაინც არ მოსწონს. ხაბიბთან ერთად უნდა დავსხდეთ და ამ თემაზე დავილაპარაკოთ. ფიქრობ, რომ ისტორიისთვის თეთრ სახში ჩხუბი შეიძლება პირველი და უკანასკნელი შანსი იყოს. კარგი იქნებოდა და მგონია, რომ UFC-ც დაინტერესებულია. ეს თარიღი მაწყობს, ზუსტად რამადანის შემდეგაა. შეგახსენებთ, რომ UFC-ის თეთრი სახლის ტურნირი ჯერ ოფიციალურად არ დაანონსებულა, მაგრამ წინასწარ 14 ივნისი გეგმება. ივნისი. არმან ცარუკიანს ჯასტინ გეიჯის მოგება უფრო აწყობს. არმან ცარუკიანი ამბობს: იმედი მაქვს პედი წააგებს. თუ პედი მოიგებს, ეს ჩემთვის პრობლემა იქნება. ის შეეცდება, რომ ჩემთან ბრძოლას თავი აარიდოს. UFC კი მას ხელს შეუწყობს. ორგანიზაციას ის მოსწონს. აბა ჩემ წინააღმდეგ ხომ არ გამოიყვანენ? მაქს ჰოლოუეის, ჩარლზ ოლივეირას ან ტოპ 15-ის რომელიმე მებრძოლს შეახვედრებენ. ისეთ მეტოქეს შეურჩევენ, რომელსაც მარტივად მოუგებს და ყველას ბევრ ფულს მოუტანს. ასე რომ დიახ, ჯასტინისკენ ვარ. ეს ჩემთვის საუკეთესო სცენარია და სხვათა შორის მას მოგების შანსიც აქვს. დიდი გამოცდილება აქვს და არც ისე მოხუცია, თუმცა ყბა ისეთი გამძლე აღარ აქვს. მაგრამ გამოცდილება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მან იცის თეიქდაუნებისგან თავის დაცვა და სტრაიკინგში პედიზე ბევრად უკეთესია. პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯის დგომში ეჩხუბება. ამ ყველაფერზე პედი პიმბლეტსაც აქვს პასუხი. მზად ვარ ჯასტინს დგომში ვებრძოლო. მაქსმა აჩვენა, როგორ შეიძლება მისი დამარცხება. ჩემი დარტყმის ტექნიკას სათანადოდ არაფასებენ. ყველას გონია, რომ გეიჯისთან ჭიდაობას დავიწყებ. არა, ვაპირებ ის ფეხზე დგომში დავშალო, როგორც ეს ჩენდლერთან გავაკეთე. გეიჯი ლეგენდაა და ყოველთვის მიყვარდა მისი ყურება. მოუთმენლად ველოდები, როდის ჩავწერ გეიჯის ჩემს რეზიუმეში. იმედია, ჩემი გამარჯვების შემდეგ კარიერას არ დაასრულებს. განაცხადა ბრიტანელმა მებრძოლმა. ალბათ შენ თვითონაც ხვდები, რომ არანაირი სპონსორი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. ამიტომაც თუ წამახალისებ და მოიწონებ ვიდეოს ან გამოიწერ არხს, ძალიან გამახარებ. ახლა კი მოდი UFC-ს დაუბრუნდეთ და გავიგოთ რას ამბობს უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილზე. მერაბმა 6 თვეც რომ დაისვენოს და კიდევ ერთხელ ეჩხუბოს პიოტრს, ან კიდევ 10 ჯერ. 10-ვე ჯერ პიოტრი მოიგებს. რა თქმა უნდა თუ ასეთსავე ფორმაში იქნება. იმიტომ რომ ის როგორც მებრძოლი უფრო მაღალი კლასისაა. მერაბისადმი და იმ გზისადმი პატივისცემის მიუხედავად, რაც მან გაიარა. პეტრუიხას კრივი უკეთესი აქვს. მართალია მერაბს ჭიდაობა უფრო უკეთესი აქვს, მაგრამ მას შეტევითი გრეპლინგი არა აქვს. აი მაგალითად, მეტოქის დაჭერა, შებოჭვა, ზურგის აღება, მტკივნეული ილეთების მცდელობები და ასე შემდეგ. ამიტომაც ვამბობ, რომ 10-დან 10 მატჩს სპეცია მოიგებს. კომენტარებში დამიწერე, რას ფიქრობ უმარის ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ჯასტინ გეიჯი თავის სიტყვებს არ ნანობს. ჯასტინ გეიჯი კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ. მივიღე ის რაც მინდოდა, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩემმა მენეჯერმა ჩამაყენა. მართლაც ვამბობდი ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ემოციურ ფონზე იყო. გულისხმობს მის განცხადებას, რომ თუ სატიტულო ბრძოლას არ მიიღებდა, UFC-დან წავიდოდა. ყველანი ადამიანები ვართ და ხანდახან ვნაწყენდებით. ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ალბათ ვერასოდეს ვერ მიაღწევ, თუ ცოტა ჯიუტი მაინც არ ხარ. ხანდახან ყველაფერი ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. მგონია, რომ შესაბამის დამოკიდებულებას ვიმსახურებდი. შეიძლება ითქვას, რომ გადავწყვიტე ჩემს პოზიციაზე ბოლომდე დამდგარიყავი. არმან ცარუკიანი ვოლკანოვსკის წინააღმდეგ. არმან ცარუკიანი მზადაა ქვემსუბუქ დივიზიონში 66 კილოგრამში ჩავიდეს და ქამრისთვის იბრძოლოს. წონის კლებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. სუბუქი წონისთვის არც ისე დიდი ვარ და შესაძლოა ერთ დღეს ქვემსუბუქშიც ჩავიდე.
ამას კი მხოლოდ სატიტულო ბრძოლისთვის გავაკეთებ. ვოლკანოვსკი იოლი ოპონენტია, დაბალია და მას მხოლოდ აქს-ქიქებით ვცემ. რას ამბობს ვოლკი კარიერის დასრულების შესახებ? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კატასტროფულად წავა. ალექსანდრ ვოლკანოვსკის გეგმებში სიდნეიში UFC 325-ზე დიეგო ლოპესთან ბრძოლის შემდეგ კარიერის დასრულება არ შედის. თუმცა, ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი აღიარებს, რომ შესაძლოა წავიდეს თუ ბრძოლა ცუდად წარიმართება. არ ვიცი საიდან დაიწყო ეს ლაპარაკი კარიერის დასრულებაზე. შესაძლოა ხალხი უბრალოდ ჩემს სიტყვებს ეჭიდება. თუ სასტიკად მცემენ დავბრუნდები? არა, მაგრამ ეს ჩემი გეგმა ნამდვილად არ არის. ვაპირებ რომ კვლავ დავბრუნდე ოქტაგონზე. თუ რა თქმა უნდა ყველაფერი კატასტროფულად ცუდად არ წავა. განაცხადა ავსტრალიელმა არიელ ჰელვანისთან შოუში. თუ 31 იანვარს ის კვლავ მოუგებს ბრაზილიელს, ვოლკანოვსკი სურს შეხვდეს ერთ-ერთ დაუმარცხებელ პრეტენდენტს, მოუსარ ევლოევს ან ლერონ მერფის. შემდეგი ბრძოლა დაუმარცხებელი მებრძოლის წინააღმდეგ ეს ძალიან მიმზიდველია. შესაძლოა ასეთი ბრძოლით დავასრულო კიდეც კარიერა, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ხელს ამიწევენ, მინიმალურ დაზიანებას მივიღებ, მალე დავბრუნდები და ჩხუბს გავაგრძელებ. რაც შეეხება ამ საკითხს, გეგმაში წასვლა ნამდვილად არ მაქვს. ადესანია ბრუნდება. ბევრისთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. ისრაელ The Last Stylebender ადესანია 29 მარტს დაბრუნდება ოქტაგონში. ელოდები იზის დაბრუნებას? მე კი. ეს კი 25 იანვრის ქარდია. UFC 324. ჩემი აზრით პიმბლეტი დაამარცხებს გეიჯის, იადონგი ომალის, კორტეშ აკოსტა ლიუის, სილვა ალენს, ნამაიუნასი სილვას და უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხებს ფიგერედოს. დაალაიქე ეს ვიდეო და გავხსნათ გზა წარმატებისკენ. მადლობა შენი დროისთვის. კარგად.